ბოლო თეატრალური სეზონის განმავლობაში კრიტიკა და მაყურებელი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს კომპანია ჰარაკის სპექტაკლის პათეტიკური მონოლოგების მიმართ. ყველა ხაზს უსვამს წარმოდგენის განსხვავებულ ფორმას, მსახიობების თამაშს, სიუჟეტს, თანამედროვე კონტექსტს. პიესაზე ერთდროულად მუშაობდნენ დრამატურგი თემორე ხვიაშვილი და რეჟისორი ილია ქოქრაშვილი. თავიდანვე ეს იდეა დაიბადა ჩემი და ილიას დიალოგის დროს. და ესე იგი სცენა ვუგზავნიდი ტექსტს და ვიღებდი მისგან უკავშირს. იდეა თვითონ თავისთავად განაპირობებდა თვითონ ფორმასაც. იმიტომ რადგან უკვე არის რაღაც ესე ცერემონია დავარქვათ ამას პანაშვიდი უკვე თავისთავად ფორმას გულისხმობს და ნუ უკვე იქ წავიდა ლაპარაკი პერსონაჟებზე, ვინ იქნებოდნენ პერსონაჟები, რა ტიპის პერსონაჟები იქნებოდა და ასე შემდეგ რა. ცხოვრება ისეთია. ყველაფერს წარმოვიდგენდი. მაგრამ იმას რომ ერთ დღესაც დამირეკავდნენ და არჩი აღარ არის უმეტყოდ. მაპატიეთ ემოციების ჟანრის განსაზღვრა ცოტა რთული არის ესეთ შემთხვევაში. იმიტომ რომ პრინციპში ჩვენ გვიწევს თეატრის თამაში. მარტივად რო ვთქვა. ანუ გვიწევს ცუდი თეატრის თამაში ჭყალებში. ამათ ნერვიულობა მე პრემიერის იქით არ ვინახ. რანაირ ცოცხალი ხელოვნება ეს. ეთეოკლებდა პოლიტიკა ერთმანეთი დაყვეცეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემთვის ამ შემთხვევაში წინა პლანზე გადმოდის სათქმელი და უფრო მეტად უპირატესობას ვანიჭებთ იმას რომ ვთქვათ რომ თეატრს ყველაფერზე შეუძლია ლაპარაკი. არ მინდა ცხოვრება. შენთან ერთად მინდა რომ გავახციო აქედან. არ ჩავკეტილვართ ამ მდგომარეობაში რომ აი ხა ჩვენ რაღაცა ცალკეულ ფორმებში გვემუშავა. თუმცა რა თქმა უნდა არის ცალსახად არის ამ სპექტაკლში სხვადასხვა ფორმებით თამაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ თეატრს შეუძლია ყველაფერზე ილაპარაკოს. პირველ რიგში განსხვავებას და რაღაცნაირად ძალიან სიახლის შეგრძნებას ქმნის თვითონ ის, რომ პიესა არის ძალიან ახალი და არ დადგმულა, არავის არ უთამაშია, პირველად ვაცოცხლებთ, გინდა არ გინდა რაღაცნაირად სხვა რაღაც ახალს თავაზობ ხალხს, რაც ჯერ წაკითხულიც კი შეიძლება არ ქონდეთ, იმიტომ რომ ძალიან დაემთხვა ეს დადგმა გამოშვების პროცესი ერთმანეთს. წარმომიდგენია, გურიანის მოჩვენებებში სხვა მაგის ნაცვლად მე ვერ წარმომიდგენია. ვერ პირამდე სავსედოქებში. ამით იყო ძალიან დასამახსოვრებელი ჩემთვის და კიდე ალბათ აი ზუსტად ამ თეატრის თამაშიც პირადად ჩემ გამოცდილებაში და თანამედროვეობაც დარღვეული აი ვერ ხვდები ფილმის კადრს რომ უყურებ მაგალითად 50-იანებია თუ 2000-იანებია. რამდენი მოგსაყოლე. ყველაფერი რომ მოყვე. დროთა კავშირის დარღვევა თუნდაც და თან ძალიან ახლა ყოფნა აი ასაკობრივი რანგის დარღვევები და ასე შემდეგ ანტიგონეს თამაში მაგალითად ხო შენი თანამოაზრისა და თანამეზობონის დაწერილი ანტიგონეს თამაში რომელიც აი ძალიან რაღაცნაირი არის ხო აბსურდი არის სრული კი ძალიან დასამახსოვრებელი იყო ნამდვილად და მეც დავიბად ანტიგონე შემოგოგო სათხარ მამა ჩემი ჩემთვის
ამ პიესის დაწერა იყო ფუფუნება იმ ხრივ, რომ ხშირად არ აქვთ ხოლმე ესეთი ფუფუნება, რომ მე გარდა იმისა, რომ რეჟისორი ვიცოდი ვინც იყო კიდე და ერთად გაგვიშთა ეს იდეა, ვიცოდი მხატვარი ვინ იქნებოდა. კომპოზიტორი სანამ უკვე დავიწყებდი დადგმას უშუალოდ და ასევე ვიცოდი წერისას დაახლოებით მაინც ვიცოდი მე რაღაც კი შეიცვალა ნიუანსები, რომელი მსახიობი ითამაშებდა ამა თუ იმ როლს. და ეს იყო ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ფორა მქონდა რა, რომ ვიცოდი რომ ეს მსახიობი თამაშობს, ისეთნაირად წერდი ტექსტს, რომ იმას ვარგებდი. ისე მიყურებ თითქოს მართლა გესმის ჩემი. აი მე რამდენი დავლები. არა უშავს. კიდევ დავლევ. რატომ? რატომ და დამღალა ზაღლულმა ცხოვრებამ, ეს შენაირი ზაღლია, სპექტაკლის პრეს-რელიზში ვკითხულობთ. ავტორი თავის ჩვეული იუმორითა და ენამახვილობით შეზავებული თხრობის სტილით ცდილობს დაგვანახოს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანის განცდები, ფიქრები და ყოველდღიურობა. მოხაზოს ის ყოფითი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით ჩვენ გარშემო არსებობს. კინოში მე არ მიღებენ, თეატრში მე არ მაფასებენ. 3 წელი იცი პირდებოდნენ გაიოს ქორკაშვილის პრემიის ლაურეატი წასგენიდნენ. ფერიც. ვარა რას გეტყვიცი ზაღლო. ისეთი სებდა იგრძნობოდა თქვენს ტექსტში, რომ მე მაგორც როგორ მაყურებელმა ვიფიქრე, რომ თვითონაც ხوارთვლის თავს. სინამდვილის ცხოვრებაში იცით რა არის, გამოგიტყდებით და ამ პარტავნებაში ნუ ჩამართმეთ, მაგრამ საბედნიეროდ არა. იმიტომ რომ თუნდაც ამ სპექტაკლით დავიწყოთ გამიმართლა მეგობრებშიც, კოლეგებშიც, ზოგადად ცხოვრებაში და ძირითადად ისეთ სპექტაკლებში მიწევს მუშაობა, რომელიც მომწონს, მიყვარს, ხალხიც მიყვარს და ამ კუთხით არ გავარ ჩემს პერსონაჟს, თუმცა ძალიან რეალური არის ეს პრობლემა და ძალიან რთული არის, მით უმეტეს ეს აკადემიურ თეატრებში, რომელზეც ჩვენ გვაქვს სპექტაკლში, ასე ვთქვათ, მინიშნება. ძალიან რთული არის, იმიტომ რომ მსახიობი მაინც დამოკიდებული არის თეატრზე, რეჟისორზე, გადაწყვეტილებებს, ხვის გადაწყვეტილებებს და უნდა თუ არ უნდა უწევს ისეთი სპექტაკლების თამაში, რომელიც შეიძლება არ მოწონდეს. ხო და თქვენ კითხვას უპასუხებ, რომ მე მაგაში გამართლა თუ მიწასხელი ცასხელი. რას გეტყვი, ციცალო? ეს შენ დაგარქმევ რიჩარდს. რიჩარდ! მოდა რას გეტყვი, რიჩარდ? ერთად გილას გაერჩვენე პრემიას და ყველაფერი ბიჭო, მე მინდა რომ წესიერ როლებს მაცნობენ ამის დედავად. ეგ საღარ აი ამ ლიქნელებთან არაფერი აღარ მინდა. შენ მქონდა პრემიერა. ხალხი შემოვიდა მოსალოდსა და რა სახეები მქონდა. ეს რავალდებულებაა, რომ მაინც და მაინც პრემიერის შეუვარდე და გილოცა. თუ მოეწონა რა კარგი იყო, თუ და გილოცა. ბევრ სხვადასხვა თეატრში მიმუშავია, მათ შორის ქალაქ გარეთაც და ნამდვილად დიდი ტკივილი მინახავს სხვა მსახიობების რა რაღაც დაუფასებლების და ნუ მე თვითონაც ამ პროფესიაში ვარ თეატრალური მაგთა დამთავრებული მსახიობი ვარ პროფესიით და ნუ არ არის არც ჩემთვის უცხო იმ ცხოვრების წესზე მორგება რაც დღესდღეობით თეატრშია და უფრო დავაკონკრეტოთ რომ ქართულ თეატრში იმიტომ რომ ქართველი მსახიობისთვის უფრო ბევრი გამოწვევა არის იყო აი ახლა კადრს მიღმა დეკორაცია შლიან ესენიც მსახიობები მეც უნდა ჩავერთო ახლა ამ ჩაწერის მე ამ დეკორაციის დაშლაში აწყობაში ნუ ეს კიდევ ცალკე დამოუკიდებელი თეატრიზების პრობლემაა მე ამას ხარისხიც აკლდება რა ეს მარტო ჩვენი თეატრი კი არ არის ეს ბევრი თეატრი უმეტესად არასახელმწიფო თეატრები ესე არის და რაღაც ეგ ტკივილებიც მინდოდა რომ ყოფილიყო რაღაც ჩართული რა ძალიან ბოროტია დამპალია 4 წელი რომელიმე მოხუცი მსახიობის სიკვდილს ველოდებოდი რომ შტატი გათავისუფლებული მე ავეყარე ეს რომ მოხდა მიხეილ მახათელი გარდაიცვალა იცი რა კარგი კაცი ყოფილა ჩემი რეაქცია
ამიყვანეს ტაჩი ფუსტოვატებენ მეთქი ხას მსხვენი ამის გახსნა. შეგეთქვი მარტო რიჩარდ მე მოხუცი არ ვარ. არც ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ყველა შტატგარეში ახალგაზრდა მსახიობი მძულს.ონიო ჩემს სიკვდილს ელოდებიან ეგ დამპლები, ეგრეთაც დაავადდება მალე მონოლოგების ფორმა დრამატურგმა სხვადასხვა თემების შემოსატანად გამოიყენა. ჩვენ გქონდა ამ შემთხვევაში გამოწვევა იმისი, რომ ეს არ ყოფილიყო მონოლოგები, რომელიც იქნებოდა უბრალოდ ტექსტის თქმა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოქმედება არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ მოქმედებას, არამედ ეს არის მოქმედება, რომელიც მსახიობში შინაგანად ესე ვთქვათ მიმდინარეობს ტექსტთან ერთად. ამიტომ მგონია, რომ ზუსტად ეს ორი რაღაცა ერთად კარგად მუშაობს, როდესაც მსახიობი თითქოს არ მოქმედებს ფიზიკურად, მაგრამ მოქმედებს ტექსტთან ერთად. და ზუსტად აი ამან შექმნა აი ეს როგორ გითხრათ ფორმაც, მათი მანერაც თამაშის და ასე შემდეგ რა. ხო გაგიგიათ. დიდი არტისტები ვერ მეგობრობენო. ხო, თუმცა არ მეგობრობდით, მაგრამ არა, პატივს კი ვცემდით ერთმანეთს, კაცო, ყოფილხართ ალბათ, ხო? გუდაურისკენ, ყაზბეგისკენ, სადმე მაკეთ, ან თუ არ ყოფილხართ, სოციალურ ქსელში მაინც გეკნებათ, ნანახი ეს თეთრი არაგვი და შავი არაგვი რომ მოდის რა. აი რომ მოდის რა და რომ მოედინება რა და თან რო ერთდებიან და თან რო ვერ ერთდებიან და მოდიან ორივე, აი ესე სხვა და სხვა ფერად. დიდებული სანახაობა, დიდებული კი. არა, ტურისტები დიდხანს ჩერდებიან ხოლმე, კაცო, სურათებს უღებ ბუნების ამ უიშვიათეს მოვლენას. მე ბედარჩინიცა ესე ვიყავით. უფრო კომფორტი არის ყოველთვის ყველა მსახიობისთვის ალბათ, რომ პარტნიორი ყავს და იმ პარტნიორთან არის რეაქციაში და იმ პარტნიორის სიტყვაზე ეუბნება პასუხს და იმ პარტნიორის რაღაცა ქმედებაზე აქვს რეაქცია. თუმცა მონოლოგი ჩემთვის იმიტომ არის ძალიან საინტერესო, რომ მონოლოგს ყოველთვის აქვს რაღაც სიგნალი და ყოველთვის აქვს რაღაც ნიშანი და ყოველთვის უნდა მონოლოგს რაღაცის თქმა, ცალკე რაღაცის თქმა. და ანუ აქედან ამოვდივარ ხოლმე ყოველთვის, როცა მონოლოგზე ვმუშაობ. და ამას რომ მივხვდები, ისი თქმა მინდა ამ მონოლოგით, მე უკვე ხასიათი უჩნდება ამ მონოლოგს და იმას მივყვები და იმით მუშაობ ხოლმე. მონოლოგთან მიმართებაში ესე ვარ და დიალოგებზე პარტნიორი რასაც ვთავაზობს, იგივეს ვთავაზობ მეც ესე. არ ვარ ცუდი მსახიობი, რიჩა. უბრალოდ დაუფასებელი მსახიობი. მაგრამ ეგარაა პრობლემა, ქვეყანა ვარ ეგეთი, რომ ცოტა ფეხზე დადგომა გჭირდება რა. აი, შენი ქვეყანაც რომ ფეხზე დადგება, შესულელოს შენი პრობლემებიც მოგვარდება. ასაფეთქებლები დახალხეს აღარ შეგაშინებენ, ცოტა არ მოგეპყრობიან. თავშესაფრებს აგიშენებენ, არ ადამიანი რომ შენი ენებმა არა ადამიანობა, როცა შენზე ინტელექტუალურად დაბალ საფეხურზე მყოფ ცხოველს სუდაც ძალიან რთულია ზოგადად მონოლოგით დააინტერესო მაყურებელი. მაგრამ ამ შემთხვევაში თავის მსახიობებიანად, დრამატურგიანად და რეჟისორებიანად ისე ორგანულად არის აქ ნამუშევარი, რომ მე ძალიან დიდ სიამოვნებას განვიხდი ხოლმე იქ წამოგორებული რო ვარ და რო უსმენ ხოლმე და საერთოდ ერთი წამითაც არ მწყინდება და რაც მთავარია ფუნქციურია ეს ყველაფერი. და ძალიან მაგრად მუშაობს მაყურებელზეც და ჩვენზეც გარშემო. აი, ეგ მინდა გკითხოთ, აი, იქ მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩართული ხართ უსმენთ? ხო, თუ არ ვიქნები, ჩამეცინება. მინიმუმ ჩამეცინება. ნაწყვეტების დადგმა დავიწყეთ, მას მისცეს გენიალური ქართველი პერსონაჟის დარისპანის როლი. დიდი. დავით კლდიაშვილი შემოქმედებდა, დავით კლდიაშვილი. ჩემი აზრით ტოლსტოია ანტონ ჩეხოვის. მე მერკო კაროჟნას როლი. ჩვენ თამაშობთ მამა შვილს და ბატონი ივლიანზე იყო პედანტი.
ხალხთან და სკრუპულოზი თავის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მარტო შემოსვლას უკაცრავად ერთხელ დავძენ თუ შეიძლება და რამდენიმე საათის განმავლობაში და რამდენიმე საათის მანძილზე გარდაცვლილ მსახიობს პანაშვიდს თეატრის სცენაზე უხდიან. კოლეგები გამოსათხოვარის სიტყვებით ემშვიდობებიან, თუმცა უმეტესად საკუთარ თავზე ლაპარაკობენ. თითქოს დიდად გასახსენებელი არაფერი აქვთ ამ მსახიობებზე და იხსენებენ რაღაც მესამე კურსის ნაწყვეტებს და ეწიუდებს რაღაც საშუალო ბაზე, საშუალო კლასის მსახიობზე არის ასე ვთქვათ ეს პიესა და შესაბამისად თან დიდი ხანია მართლა რაც თეატრში ვარ. ძალიან მიყვარს ყურებაც, ან მაყურებელიც ისე ვარ რა, როგორც მელომანი არის ეგრე ვარ, ასე ვთქვათ, თეატრის მიმართ და ბევრი გასვენებებიც მაქვს ნანახი და რაღაც ესე მოხდა რა, ანუ ესე არ მიფიქრია რომ მოდი ახლა თავიანთ თავზე ვალაპარაკებ ყველას. რაღაცნაირად თავისით დალაგდა ესეთნაირად. ეგ საგანგებოდ არ მქონია. თეატრიდან შემოქმედი ადამიანების გამოსვენების ტრადიცია დიდი ხანია დამკვიდრებულია და არავისთვისაა უცხო. ორი პერსონაჟის, ძაღლისა და სატელევიზიო ანძის გამოჩენით მოულოდნელობის ეფექტი იქმნება, რაც არღვევს პანაშვიდის კლასიკურ სტრუქტურას და პირობითობას. აი რა არის იმაში კარგი რომ მაწანწალა ვარ. შობლები მყავდა. მალე დამეხოცნა. ძირითადად ბაზის უბანში ვიყავით ჩვენ. ხეფა ვარკეთილეულმა სეკრეტებმა მასწავლეს. მე და ჩემი და-ძმა 9 სართულიანი კორპუსის ქვეშ, პირველ სართულსა და სარდაფ შორის მდებარე თხილში ვიწექით 5 კვირის განმავლობაში. მამა ჩემს ჩორნას ეძახდნენ, დედა ჩემს ჯეკას. ჯეკა მანქანა მაშინ გაჭმედა, როცა ნავთლუხის ბაზრიდან მოპარული ხორცი ჩვენამდე მოჰქონდა. ჩორნა კი უგზო უკლოდ დაიკარგა. თეატრს აქვს ეგეთი ძალა, რომ შეგიძლია იქ აალაპარაკო უსულო საგანიც და ცხოველიც და ამიტომ ვიფიქრე რომ ლოგიკურიც კი იქნებოდა რომ ეს ძალაც გვეჩვენებინა თეატრის ეს პრივილეგია ესე ვთქვათ. და ანძა მოვიდა იქიდან რომ ტექნიკური დეტალია მარტო ერთი პერსონაჟი რო ყოფილიყო ესეთი თითქოს თავკომბალასავით იქნებოდა რაღაც დაუჯერებელი ისედაც და ამიტომ გაჩნდა საჭიროება რომ ორი ყოფილიყო. ძალიან წუხ ვარ ჩემო მეგობრებო რომ შენს გვერდით არ ვიყავი ამ დროს დღეს სატელევიზიო ანძებს კორპორატიული მქონდა რიო დე ჟანეიროში და ჩვენს სულ მითოდებათ დაკტოვეთ და რჩევს სოფლიოში. ახლა ცეკიდან მოვდივარ. გარდა ამისა მინდოდა რომ პანთეონში გაგრძელებულიყო მოქმედება და ხიდად ყველაზე კარგი იქნებოდა ანძა რომელიც ექსკურსიას ატარებს მაყურებელი მიყავს მთაწმინდის პანთეონში. ეს არის და ეს. არა, არასოდეს მძინავს, ყოველთვის ყველგან ვარ, ყველა სკოლებში. თუ ჩემი სიგნალის გავრცელების დიაპაზონში არ ვარ, სხვა ჩემნაირებს მეშვეობით ვერთობი ხოლმე, სადაც მინდა, როგორც მინდა. ხანდახან თქვენს ფიქრებსაც კი ვკითხულობ, რაცა მოვისურვებ, აი ბოვდის გიხდით რა მართლა. ისე ნათელ ფერებში რო ვარ, დღეს გამოწყობილი ამ სამგლოვი არო დღეს რა. სეიშელის დამოუკიდებლობის დღეა დღეს და ასე გადაწყვიტეს ჩემი შემოსვლა. უფრო წავედით იმ მიმართულებით, რომ აი არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება კონდეს ანძის შინაგანი მონოლოგი. და აი ამ მიმართულებით უფრო წავედით, ვიდრე იმ მიმართულებით, რომ რაღაცა გამოგვეგონა უფრო ისეთი, რომელიც დაემსგავსებოდა ანძას, ან განათებებით ჩამოგვეკიდა მსგავსი რამე რა. უფრო წავედით იმისკენ, რომ აი მსახიობი ყოფილიყო დომინანტი ამ ყველაფერში და მსახიობი ყოფილიყო ესე ვთქვათ წარმდგენი ამ მონოლოგების ვიდრე ტექნიკური რაღაც საშუალებები რა და მაგიტომაც გადავწყვეტეთ რომ აი პრინციპში თეატრი ყოფილიყო თეატრში და ამ თეატრში მსახიობები რომლებიც ამ ყველაფერს განახორციელებდნენ. აი ხანდახან პანთეონში მოსული დამთვალიერებლების ფიქრებს ვსრულდებ ხოლმე ყურს.
ვაიმე ხო ამას კი ეკუთვნოდა ახლა. ხო ამას არ ეს თუ აქ არის დაკრძალული ისიქრატო არის და მოკლედ ხალხო. ძალიან დიდი სირცხვილია სიკვდილის შემდგომი ამდენი იერარქიები და არა ჩემსაც არ გახოთ თავზე უბრალოდ ესე რაღაც და ბოლოს რადგანაც სავსე მთვარეობა ვფიქრობ კარგი იქნება მოგასმენინოთ რა საუბრობენ თქვენი საზოგადო მოღვაწეები ხო სიხშირებს გადავრთავ იქნებ დაინახოთ კიდეც ეხლა ჩიაჩი სატელევიზიო ანძის მონოლოგის შემდეგ პანთეონიდან გარდაცვლილთა სულების საუბარი გვესმის. ვინ ოხერმა ჩამომასვენა აქ? ვიყავი ჩემთვის ლენჩ. ჩემთან ერთად მომასვენეთ. განა თქვენ არ გინდოდათ აქ გადმოსვენება? ყველას ერთად თუგან მოგვასვენებდნენ მაშინ კი, მაგრამ მხოლოდ მე კაცო არა და არა პოლიტიკის გულისთვის გადმომასვენეს. გმინის ხატი სჭირდებოდა შემთხვევითობის პრინციპი დამარჩიეს. მაყურებლისთვის მოულოდნელია ვერიკო ანჯაფარიძის, გალაქტიონ ტაბიძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, აკაკი წერეთლის და სხვათა გვერდით სტალინის დედის, კეკეს ხმის გაგონება. შვიდეში თვლემს, მწვერვალები მტის, ხარი არასცემს, ფოთოლი არ თხის, მოსვენების ჟამს, მისცემია დღეს, ოითმინე ძამს, მოისვენებ შენს. ბრავო, ბატლოა, რაკეთილ ხმოვანება, შვენიერია. დედა ჩემი შვილიც პოეტი ყოფილიყო და არა ბელადი. გვინდოდა თავიდანვე ყოფილიყვნენ ქალები ამ სცენაში. ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა როცა გესმის ეს ხმები. იმიტომ რომ ეს მელოდია რომელსაც პანთეონის სცენაში ხვდებით ხო სასიამოვნოა მე პირადად მომწონს ესე ვთქვათ რა და მაგიტომაც ავიღეთ აი ესეთი პერსონაჟები რომლებიც შეიძლება რომ ყოფილიყო როგორ გითხრათ კონფლიქტური რაღაცა გაგებით თავიანთი ბიოგრაფიიდან გამომდინარე და მაგიტო იყო კეკეც ეწეოდა კეკე ეგ არ გამოგვიკვლევია მაგრამ ეს ექსპრომტად მოხდა როდესაც ნატალიამ ამოაბოლა აი რაღაცა ჩიხტიკოპიდან ქვემოთ და მაგიტომაც დავტოვეთ იმიტომ რომ მოგვეწონა რომლების ხელმოწერების შეგროვებაზე ხარ გადასულები და მეც აღარაფერს აღარ აკეთებ რა ამას ბოიკოტი იმას არ დავწერ ამას არ ვით ამიტომ არ ვითამაშებ და რატომ აწერ ხელს უარს რატომ შემთხვევით იმიტომ ხომ არა რომ გიტარ ნახეს და უფრო ქულობა ვითომ ისტორიის სწორ ხარის დგომა აი რას გეტყვით მაგარი კონფორმისტები ხარ საკითხო მაგარი კონფორმისტია ვინც მე მაქებს და მადიდებს თქვენოდაც კარგად ვიცი რომ ლიქნელები არიან ხელოვანი რომელიც აურობას და ძალაუფლებას ეწენება იმან რა ხელოვნება უნდა შექმნას მაგრამ ახადია უზადალი აბა გაჩერდი გოგო გადაიარა ჩემზეა მომცა მე მაგარი კონფორმისტები ხარ ვინც მე და ჩემს აურობას გვემთი ამაზე ხმა არ ამოვიყო ადამიანი უკაცრავად თამრობა მიდის მოდის დიდი არტისტები კიდევ რჩებიან არა და შვიდად მომისმინეთ პროგრესს სცენოგრაფმა ქეთინა დიბაიძემ სპექტაკლი ერთ ფერში გადაწყვიტა. დარბაზში შესულ მაყურებელს ყველაფერი წითელი ხვდება. ხალიჩა, ფარდა, კუბო, კოსტიუმებიც კი. პერსონაჟიც ხო ამბობს მაგას, რომ აიდან მეცნიერება პერსონაჟიც ამბობს მაგას, რომ წითელი და შავი არის მის საყვარელი ფერი და წითელი გვინდა არ გვინდა არის წითელი ხალიჩა, წითელი ფარდები, ყველა თეატრში არის რაღაც წითელი, წითელი ისედაც ხო რაღაცნაირი ფერია, გინდა არ გინდა რაღაცნაირი რეაქტიული ძალიან, ხო? და ესეც შარჟია ჩემი აზრით, არ ვიცი კიდე დეტალები მხატვარმა და რეჟისორმა როგორ მუშაობს, მაგრამ მე რო ვხედავ, რომ ეს არის აი რომ ვერ გამოგრჩება აქ ხარ უკვე აი ამ თეატრალურ ფარდაში ხარ გახოვლი, რომელიც აი მართლა რაღაც მომენტში ძალიან გვახრჩობს და ძალიან შლეიფად გვედება.
ალბათ ეგ არის რაღაც ხაზგასმით ნაჩვენები კიდე უფრო როგორც აი ეს ჩვენი კოსტიუმები, რაც ძალიან სასაცილოდ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ სახელმწიფო თეატრში შეიძლება ეგეთი რაღაც ვნახო და მე ვიჯდე, როგორც მაყურებელი ვიჯდე ესე და ვფიქრობდი, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია, იმიტომ რომ ხელოვანი ხალხი ვართ და ხდება ესეთი რაღაცები რეალურ ცხოვრებაშიც. კეთისთან არ მიმუშავია პირველად და კეთი ჩემთვის ნაცნობი არის, ესე ვთქვათ და გქონია გამოცდილება დათოსგან განსხვავებით, დათოსთან პირველად ვიმუშავე. კეთის აქვს საერთოდ ეგ ფუნქცია, რომ უпростоრად თვისება, რომ ძალიან მალევე ისეთ იდეას გთავაზობს, რომელიც გაწონებს, აი თვითონ იდეავე გაწონებს თავს რა და მარტო შენ კი არ გაწონებს, არამედ ზოგადად პროექტისთვის არის ძალიან საინტერესო რა. ამიტომ ამ სპექტაკლს რაღაცნაირი იღბალიც აქვს, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტი დაჯდა და შეეთავსა ერთმანეთს. სპექტაკლის დრამატურგიულ ქარგაში ორგანულად ჩაეწერა დავით ხორბალაძის ორიგინალური მუსიკა. კომპოზიტორი არის დავით ხორბალაძე, რომელმაც პრინციპში ძალიან მალე, აი იმდენად მალე, რომ ეს ჩემთვის გაოცების საგანი იყო, დაიჭირა ის ატმოსფერო და ის განწყობა, რომელიც აი ამ წარმოდგენას ჭირდებოდა. და შექმნა ჩემი აზრით ძალიან საჭირო ამ წარმოდგენისთვის კომპოზიციები. ყველა ერთი პერსონაჟია, ყველა პერსონაჟი, მუსიკაც პერსონაჟია ჩემთვის და ჩემთვის იდეალური თეატრი ეგ არის, რომ მარტო მსახიობი კი არ უნდა თამაშობდეს დაუშვათ კარგად ან რაღაცა. მუსიკა თავის სათქმელს ამბობდეს, ანუ ყველა არის პერსონაჟი. რეჟისორი დაწყებული, განათებაც პერსონაჟი უნდა იყოს ჩემს იდეალურ თეატრში, როგორც წარმომიდგენია მსახიობის გარდა. მუსიკაც პერსონაჟი უნდა იყოს და ეს ამდენი პერსონაჟი ქმნიდეს იმ ამბავს და იმ ემოციას, რაც საბოლოო ჯამში დღეს ჩვენ უკვე აქ რეზულტატში გვაქვს და ეს თეატრი და ეს ადამიანები ამას აკეთებენ. ჩამოვედი მელიქიშვილი ხომ ძალმხრივია გავცდი შენი წესაც ვახ აქაც არა ადგილი არადაც ოდახნის წინაკ მაინც იყო ფასოდახლა ეგეც ღიმილის მომგვრელია გვანცა ენუქიძის პერსონაჟის მუსიკალური მონოლოგი პარკინგის თემაზე. წერისას ვფიქრობდი, რომ მიკროფონთან რო ილაპარაკები მსახიობები ფეხზე, ძალიან ერთფეროვანი არ გამოვიდეს ეს, ძალიან ყოფითი ისაა ახსნა. ერთფეროვანი არ გამოვიდეს, რომ სულ ფეხზე უნდა იდგეს ადამიანი და ვიღაცა დაჯდეს და ისე ილაპარაკოს თქო ეს ვიფიქრე და რატო უნდა დაჯდეს ამაზე ვფიქრობდი და მე ვიფიქრე, იმიტომ რომ ქვემოდან აღმართით თუ ამოვიდეს შორს თუ დააპარკინგებს და დაღლილი იქნება, ბოდის მოიხდეს და დაჯდება. ასე დაიბადა ეს ტექსტი. იქიდან მოვდივარ ფეხით და თუ არ დამძრახავთ დაჩნები და ისე მოვიგონებ არჩევს